ძლიერი და დამოუკიდებელი ბავშვის აღზრდის მეთოდები. შენ არ უნდა უგვარო შენ შვილს ყველა პრობლემა. ამის მაგივრად ასწავლე, როგორ გაუმკლავდეს მათ. ეს არის ნამდვილი სიყვარული. ეს არის გონებრივი სიძლიერე. და ეს არის შენი ყველაზე დიდი საჩუქარი მისი მომავლისთვის. თუ შენ ცდილობ ბავშვს ყველა პრობლემა აურიდო, ქმნი მომთხოვნ განებივრებულ ბავშვს, რომელსაც მომავალში გაუჭირდება ცხოვრება. ბავშვს უნდა კონდეს პასუხისმგებლობა საკუთარი ქცევის შედეგებზე. მეორე, ნუ დაიცავ შვილს ყველა დისკომფორტისგან. მიეცი ნება, რომ შეცდომა დაუშვას. თუ დაავიწყდება სკოლაში ჩანთის წაღება, ნუ მიუტან. თუ დაკარგავს ჟაკეტს, არ უყიდო ახალი მაშინვე. ასე სწავლობს ბავშვი მთავარ პრინციპს. მე ვარ პასუხისმგებელი ჩემს ცხოვრებაზე და შედეგებზე მე უნდა ვაგო პასუხი. ეს ქმნის შინაგან სიძლიერესა და თვითდაჯერებულობას. მესამე, ბავშვს სჭირდება სიყვარული, მაგრამ ასევე მკაფიო საზღვრები. როცა წესები მკაფიოა და შენ თანმიმდევრული ხარ, ის სწავლობს უსაფრთხოებასა და პასუხისმგებლობას. შეგიძლია უთხრა მშვიდად. გთხოვ, ჩაალაგო შენი სათამაშოები ნახევარ საათში. თუ ასე არ გააკეთებ, იქნება შედეგი. სიყვარულით, მაგრამ მკაფიოდ. მეოთხე, ყოველ დღე გაატარე 20 წუთი შენ შვილთან ისე რომ არ ასწავლო არაფერი. უბრალოდ მოусმინე. არ გააკრიტიკო, არ მისცე რჩევა. უბრალოდ მოусმინე. თუ მოგეწონა ვიდეო, გამოიწერე არხი. გაუზიარე სხვა მშობლებსაც და გახსოვდეს, ძლიერი მშობელი ზრდის ძლიერ შვილს.